რუსთავის მე-12 დაწესებულებაში ამ დრომდე შესული არის გიორგი კონდეხიშვილის ხდება დაპატიმრებულ პოლიტიკოს და მას შემდეგ რაც დატოვებს რუსთავის მე-12 დაწესებულებას გატაცების საქმესთან დაკავშირებით უფრო მეტი დეტალი გახდება ბუნებრივია მედიისთვის ცნობილი მანამდე გეტყვით რომ დღეს დილის ნიკამელია ერთმა ადვოკატმა უკვე მოინახულა როგორც უფლებადამცველი მედიასთან საუბრისას აცხადებს მელია არის მხნეთ მისი მთავარი გზავნილია რომ წინააღმდეგობა რეჟიმისთან მიმართებაში გაგრძელდეს ჩნია რომ ბრძოლა ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი არის რომ დამარცხდეს ოლიგარქიული რეჟიმი ნიკამელიას ჯერ არ აქვს ტელევიზორი გარესამყაროს არის მოწყვეტილი ადვოკატებისგან იგებს მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით უახლეს ცნობებს მისი პოზიცია არ შეცვლილა არც თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით რაც შეეხება მთავარს 5 დღე გავიდა მელიას გატაცების შემდეგ ამ დრომდე საგამოძიებო უწყებას გამოძიება არ დაუწყია გატაცების საქმესთან დაკავშირებით ადვოკატებმა მიმართეს წერილი ჩინაგან საქმეთა სამინისტროს მოითხოვეს რომ სამხრეთ კამერის ჩანაწერები ამოიღონ საპატრულო და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლების ამასთან ერთად ამოიღონ საპატრულო პოლიციის მანქანაზე დამონტაჟებული კამერების ჩანაწერები იმისთვის რომ დადგინდეს სიმართლე როგორ მოხდა ნიკამელიას გატაცება უფლებადამცველები აცხადებენ რომ ისინი საქართველოში ყველა სამართლებრივ გზებს გაევლიან შემდეგ კი გიორგი კონდახიშვილის მტკიცებით ეს საქმე ევროსასამართლოში წავა მე მინდა გამოვეხმაურო პრემიერ-მინისტრის და უმრავლესობის ლიდერის განცხადება, სადაც მათ დამაჯერებლად განაცხადეს, რომ ნიკამ მოახდინა პროვოცირება, რომ თითქოს იგი აყენებდა პოლიციის თანამშრომლებს შეურაცხყოფას და ეს გახდა საფუძველი მისი დაკავების. დაცვის მხარემ ყველა უწყებიდან, შინაგან საქმეთა სამინისტროს თითქმის ყველა უწყებიდან გამოვითხოვეთ ვიდეო სათვალთვალო კამერის ჩანაწერები, რეგისტრატურის ჩანაწერები, მობილური ტელეფონები და არათუ აღნიშნული ელემენტარული ადმინისტრაციული ოქრის მასალების არ გადმოგცემია. თუ კი ასეთ რამს ხონდა ადგილი, რატომ არ ასაჯეროებს შინაგან საქმეთა სამინისტრო კადრებს? ეს მათი ვალდებულებაა. მით უმეტეს, როდესაც ნიკას უკანონო დაკავებაში ათეულობით პოლიციელი იღებდა მონაწილეობას, აქ იყო როგორც საპატრულო პოლიციის, ასევე კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები, იყო სამხრეთ კამერები, იყო ვიდეო რეგისტრატორი, როგორც საპატრულო პოლიციის მანქანაში, ასევე ნიკას და ნიკას თანხმლებ მანქანაში. მიუხედავად ამისა, დღემდე არავითარი ვიდეო მასალა არ გასაჯერებულა. ჩვენ ვითხოვთ, რომ გადმოგვეცეს და ჩვენ თვითონ გავასაჯეროებთ აღნიშნულ მასალას. ჩვენ რა თქმა უნდა არ გვაქვს მოლოდინი, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო რაიმეს ადეკვატურს განახორციელებს, თუმცა ყველაფერს ვამზადებთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოთვის და ეს ნაბიჯი უნდა ყველა სამართლებრივი ნაბიჯი ქვეყნის შიგნით უნდა გავიაროთ. ნიკა თვითონ რა თქმა უნდა ძალიან ხნედ არის. ძალიან კარგ ხასიათს ედამხვა. ტელევიზორი ამ დრომდე არ აქვს მას. და ალბათ უახლოეს მომავალში ექნება შესაძლებლობა რომ ბარათი დაუმზადდეს და შეიძინოს ტელევიზორი და პატიმრების რეაქციით გაიგო მაგალითად აი კვარაცხელიას გოლიო მივხვდი რომ გაიტანა პატიმრების რეაქციით რომ განსაკუთრებული რეაქცია ჰქონდა და გოლები რეაქციით პატიმრების რეაქციით დათვალა თუ რამდენი გოლი გაიტანა პარის სენ-ჟერმენმა მელიას გატაცების საქმის გამოძიების იმედი არ აქვს არც მის პარტიაში და არც ძლიერ საქართველოში პოლიტიკოსები აცხადებენ რომ ყოველდღიურად ქართული ოცნება კადიროვის ჩეჩნეთს ემსგავსება როგორც პროდასავლური ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ ქართული ოცნების რეჟიმის დაკვეთით გაანადგურებს გატაცების სპეცოპერაციის ამსახველი კადრები გაანადგურეს ჩანაწერები იმისთვის რომ საზოგადოებას არ ენახა როგორ მოხდა ოპოზიციის ლიდერზე თავდასხმა მაგ ადამიანებს ჰქონდათ მწვანე შუქი ანთებული რომ ყველაფერი გაეკეთებინათ გაეტაცებინათ ნიკამელია და ფაქტის ამსახველი კადრი არ უნდა ყოფილიყო არც სოციალურ ქსელში არც მედიაში საერთოდ ადამიანებს არ უნდა ენახათ როგორ მოხდა მისი ასეთი გატაცება ეს იყო მწვანე შუქის ანთება თავად ქართული ოცნების მხრიდან აქედან გამომდინარე ახლა უკვე ქართული ოცნების პირობებში გამოძიების მოლოდინი არის ნულის ტოლი მაგრამ დადგება დრო როდესაც ამ ადამიანებს მოუწევთ პასუხისგება ეს არ არის დანაშაული რომელსაც აქვს ხანდაზმულობის ვადა და თვითონ მათგან სამართლიანი სასამართლოს წინაშე მოუწევს პასუხისგება. ქართული ოცნების საქართველოს დღითი დღე ემსგავსება კადიროვის ჩეჩნეთს. არა რაიმე სხვა ტიპის ავტოკრატიას, არამედ ცალსახად კადიროვის ჩეჩნეთს, სადაც პოლიტიკოსებს დღისით მზისით იტაცებენ, შემდეგ ბანდიტურად, როგორც ეს შეეფერება რაღაც ორგანიზებული დანაშაულის დაჯგუფებებს, კვალის გაქრობის მიზნით კამერებს ამტვრევენ და ცდილობენ რომ გააქრონ მტკიცებულებები. ჩვენ შევდივართ ძალიან მძიმე ფაზაში, რომლის ბოლოც არის კადიროვის ჩეჩნეთი. ამიტომ უნდა ვიბრძოლოთ ყოველ დღე ჩვენი თავისუფლების გადასარჩენად.
ნიკა მელიას გატაცება ახალი არალეგიტიმური შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი სპეცოპერაცია იყო. გელა გელაშვილმა კარიერა ძალოვან უწყებაში სწორედ მელიას გატაცების სპეცოპერაციით დაიწყო. სხვათა შორის ის პირველი მინისტრი არ არის, ვინც კარიერა ძალოვან უწყებაში სწორედ ნიკა მელიას დაკავებით იწყებს. ასე დაიწყო კარიერა ვახტანგ გომელაურმაც, როდესაც გიორგი გახარია წავიდა, ის დაინიშნა შინაგან საქმეთა მინისტრად და პირველი დავალება, რომელიც ვახო გომელაურმა შეასრულა, იყო შტურმი ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიაზე, მაშინ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე იყო ნიკა მელია და სწორედ ნაციონალური მოძრაობის ოფისზე მოხდა შტურმი და სპეცოპერაციით აიყვანეს ნიკა მელია, რის შემდეგაც მან პოლიტპატიმრის სტატუსით დატოვა ის დაწესებულება, სადაც ახლა იმყოფება.